სოციალური ქსელების მომხმარებლები მოქალაქეებს მოუწოდებენ ევროპული ბანკებიდან გამოიტანონ თავიანთი ფული, რადგან როგორც ისინი ამტკიცებენ, ევროკომისია გეგმავს მოქალაქეების თანაზოგებიდან 10 ტრილიონი ევროს კონფისკაციას, რათა ეს თანხა თავდაცვაზე დაიხარჯოს. ჩვენ გადავამოწმეთ ეს განცხადება და დავადგინეთ, რომ სრული სიცრუეა. მიუხედავად ამისა, მსგავსი გაფრთხილებები ფართოდ ვრცელდება პლატფორმა X-ზე, Facebook-ზე, TikTok-სა და YouTube-ზე, რასაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს შესწომაში შემყვანი სტატიები, როგორიცაა მაგალითად რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. როგორც ჩანს, დეზინფორმაციული კამპანია მარტის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ევროკომისიაში განიხილავდნენ გეგმას, რომელიც უკავშირდება ევროპელების წახალისებას, რათა მათ თავიანთი დანაზოგები ევროკავშირის აქტივებში დააბანდონ. მარია ლიუს ალბუკერკი, ევროკომისარი, ფინანსური მომსახურების საკითხებში. დღეს ჩვენ მოქალაქეების დანაზოგი დაახლოებით 10 ტრილიონი ევროს ოდენობით დაბალი შემოსავლიანობის სადეპოზიტო ანგარიშებზე გვაქვს განთავსებული. ევროპელები მსოფლიოში საუკეთესო დამზოგველთა შორის არიან, თუმცა ისინი არ იღებენ მნიშვნელოვან შემოსავალს თავიანთ დანაზოგებზე. გეგმა, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ წარადგინეს, ცნობილია როგორც დანაზოგისა და ინვესტიციის კავშირი, რომელიც ევროპელებს უბიძგებს მათი დანაზოგები ევროკავშირის საფინანსო ბაზრებისკენ მიმართონ, მაგალითად, საგადასაღადო შეღავათების შეთავაზებით. Ursula von der Leyen, ევროკომისიის პრეზიდენტი. დანაზოგისა და საინვესტიციო კავშირის მიზანია, რომ მოქალაქეებმა უკეთესი და უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ მათ თანხებზე და ასევე რომ სტარტაპებსა და ბიზნესებს უფრო მარტივად ჰქონდეთ წვდომა ყოველთვის. ასე საჭირო კაპიტალზე. ასე რომ ამ ყველაფრის მიზანია უზრუნველყოფილი იყოს პროცესი, რომ მოქალაქეებმა ანაზღაურება მიიღონ იმ დანაზოგზე, რომლებიც ამჟამად დაბალ შემოსავლიან ანგარიშებზე განთავსებულია. ამავდროულად კი გამოთავისუფლდეს დამატებითი კაპიტალი, რომელიც ევროკავშირის მომავლის სექტორებში ინვესტირებისთვის სჭირდება, რათა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. ეს ინვესტიციები შეიძლება განხორციელდეს თავდაცვის სექტორში, რომელიც პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ევროკავშირი ცდილობს გაძლიეროს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა. მაგრამ რეალურად ევროკავშირს არანაირად არ შეუძლია წვდომა მიიღოს ევროპელების პირად დანაზოგებსა და არც აპირებს ამის გაკეთებას. ევრო გადამოწმება.